რაც ვიცი ყველაფერი ტყუილია და ზოგადად ერთელი ეს Eagle Hills-ის პროექტი დგას ერთ დიდ ტყუილზე. სწორედ ამიტომ იმალება ის კონტრაქტი, რომ ვერ მიხვდეს ქართველი ხალხი რაში ატყუებენ და სად ატყუებენ. და ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი. საუბარი იყო, რომ 16000 ბინა უნდა აშენებულ, უძრავი ქონების 16000 ერთეული უნდა აშენებულიყო. როგორც არაბმა დაფუძნებელმა თქვა 60% უნდა გაყიდულიყო უცხოელზე. ჩვენ გვითხრეს, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოვიდოდა. აი ეს არის რაც ვიცით. და ვიცით ის, რომ დაიწყო გაყიდვები წინასწარ და ქართველებმა იყიდეს 60%-ზე მეტი თუ არ ვცდები ამ გაშენებული ბინების. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ეს ყველაფერი ეს ვიცი, რაც მე ვიცი. კონტრაქტი არ მაქვს დანახი. რა დასკვა გამომდინარეობს აქედან? ჯერ ფული არ შემოუტანიათ არაბებს, ქართველებმა 60% გადაიხადეს, იყიდეს უკვე სახლები, ანუ ქართველების მიერ შეტანილი ფულით და არა არაბული ინვესტიციით შენდება პროექტი. ცხადია 16000 ბინაზე 300 ბინით ჩვენ დასკვნების გაკეთება არ არის სწორი ამბავი, მაგრამ თვითონ ხო ასე დაიწყეს იმ პრეტენზიაზე პასუხის გასაცემად, რაც ზურას ექნება ცოტა ხანში, რომ აქ ბევრი არაბი ჩამოვა და ბევრი არაბი კი არა, ქართველები იყიდიანო, აი ეს რა თქვა. ნახეთ? თუ ქართველები იყიდიან და ჯერ ქართველები იყიდულობენ და მერე შენდება, სად არის 6 მილიარდი დოლარი? გამოდის, რომ ჩვეულებრივად, რასაც ქართველი მშენებლები აკეთებდნენ, არაბები შემოვიყვანეთ კონკურენტებად ქართველი მშენებლების, ქართველებს მივყიდეთ ბინები და ქართველების მიერ ჩადებული ინვესტიციით შენდება პროექტი. მე ვერ ხვდები არაბები რაში უჭირდებოდა. თან ამ პროექტს რეკლამას უკეთებს თავად პრემიერ-მინისტრი. აი წარმოიდგინეთ, მე ვარ სამშენებლო კომპანია და მე მზად ვარ ბატონ ირაკლის მოუყვანო რამდენიმე მშენებელი, თუ მათთან ერთად ზუსტად ისევე ივლის, როგორც არაბებთან ერთად დადიოდა, როგორც იმათ PR კამპანიას უკეთებდა, ზუსტად ასევე მიყვება ბანკებში, ეთქვის რომ მე ვარ თავდები, რომ აი ეს ხალხი კარგ სახლებს ააშენებენ. რომელი ქართული ბანკი ეტყო და უარს ქართველ ბიზნესმენს რამის მშენებლობაზე. მიწა ფაქტობრივად ვაჩუქეთ. ანუ შევიტანეთ ჩვენი წილი, სადაც აი გამოდის რომ არაბები რაღაცას აშენებენ და ქართველ ბიზნესმენს რატო არ უკეთებთ ამას? რატომ არ აპიარებს ბატონი ირაკლი კობახიძე ქართველ ბიზნესმენს? რატომ არ ვაძლევთ მათ წინასწარ გაიაფებული, ანუ ძალიან ახლა დღეს ვერ იყიდით იმ ბინებს, რომ გამოიტანეს ეგრევე გაიყიდა. ანუ კარგი პირობებით არაბებს რატო ვაძლევთ? ანუ ის თუნდაც 40% სხვას რატო ვაძლევთ? რატომ ვერ ვძვით ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც მშენებლობის სფეროში არიან და კონკურენტები რატომ მოვუყვანეთ ამ ხალხს? და ბოლოს რატომ მოვიტყუეთ და რატომ თქვით რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოვა?